დაპირებული მოგზაურობა შავ-ხვრელში NASA-სგან. ოღონდ ვირტუალური. სიმულაციის საშუალებით ნათლად ჩანს შავ-ხვრელებთან დაკავშირებული დღევანდელი სამეცნიერო წარმოდგენები. რა მოხდება შავ-ხვრელში, რომ ჩავვარდეთ? პასუხი კი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ამჟამიდან მონაცემებზე დაყნობით NASA-ს სუპერკომპიუტერული სიმულაცია სავარაუდო პასუხების მიღებაში გვეხმარება. ნახოთ. მასიური მკვდარი ვარსკვლავებისგან წარმოქმნილი შავი ხვრელი თავისივე გრავიტაციით ფიზიკისთვის ამოუხსნელი ფენომენია. მართალია ბოლო დროინდელმა მიღწევებმა შავი ხვრელის ირგვლივ არსებული სივრცის შესახებ უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ თავად შავი ხვრელი ჯერ კიდევ უხილავია. თუმცა მეცნიერებისთვის ამჯერად ესეც არ წარმოადგენდა დაბრკოლებას. თანაც ხვრელის ირგვლივ არსებულმა ბრწყინვალე ღრუბლებმა გრავიტაციული გარემოს უპრეცედენტო ხედვა შემოგთავაზა. ადამიანები ამაზე ხშირად მეკითხებიან და ამ რთულად წარმოსადგენი პროცესების სიმულაცია მეხმარება რეალურ სამყაროში ფარდობითობის ფაქტობრივ შედეგებთან დაკავშირებაში. ასე რომ ორი განსხვავებული სცენარის სიმულაციას მივმართე. ერთი, სადაც კამერა შედის ისე, რომ არ კვეთს მოვლენათა ჰორიზონტს და მეორე, სადაც კამერა ამ საზღვარს კვეთს და თავისი ბედის საძიებლად მიდის. აცხადებს ასტროფიზიკოსი ჯერემი შნიტმანი. მან, რომელსაც უკვე რამდენიმეჯერ ჰქონია NASA-სთან მსგავსი შეხება, ახალი სიმულაცია იმ სუპერმასიურ შავ-ხვრელს დააფუძნა, რომელიც ძალიან ჰგავს საგიტარიუს A ვარსკვლავს. იმ შავი ხვრელით დაიწყო, რომლის მასაც 4,3 მილიონი მზის ეკვივალენტია და მონაცემთა მეცნიერ ბრაიან პოუელთან ერთად მიღებული ინფორმაციები NASA-ს Discovery-ს სუპერკომპიუტერში შეიტანეს. 5 დღეში პროგრამამ 10 ტერაბაიტის მონაცემები დააგენერირა, რომლებიც შემდგომში მეცნიერებმა რამდენიმე ვიდეოს შესაქმნელად გამოიყენეს. ჩვენთვის იმის აჩვენებლად თუ როგორი იქნებოდა შავ-ხვრელში ჩავარდნა. ამ ფაქტის მასშტაბი მარტივად აღსაქმელი რომ გახდეს, გეტყვით, რომ ამას ჩვეულებრივი ლეპტოპით 10 წელი დასჭირდებოდა. სიმულირებული კამერა შავი ხვრელიდან 600 მილიონი კილომეტრიდან იწყებს გადაადგილებას და რაც უფრო უახლოვდება შავ-ხვრელს, მისი დისკი და შიდა სტრუქტურა მით უფრო მკვეთრი ხდება. მეორე ვერსიაში კი გვაფიქრებინებს, რომ მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა გავალთ. მართალია სიმულაცია, მაგრამ სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, რომ შავ-ხვრელში დედამიწიდან უსაფრთხოდ მოხვედრის შანსი გვაქვს. შავი ხვრელების შესახებ ინტენსიური დაკვირვებები გრძელდება. ამ ფენომენალურ ობიექტებზე დაკვირვებებს მისი სიგნელი ართულებს. თუმცა მათი მადიდან გამომდინარე, მეცნიერებს არც თუ იშვიათად აქვთ საშუალება გამოიჭირონ სამყაროს დასალიევშის მონადირე შავი ხვრელები. თეორიები მრავლდება, მიხვეწება და ამ თეორიებს პერიოდულად პრაქტიკული სამეცნიერო დაკვირვებებიც ამყარებს. შავი ხვრელებისა და სამყაროს ამოუცნობი მოვლენების შესახებ კოდის ეპიზოდების გასაგრძელებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ასევე გამოვყევი სხვა სოციალურ ქსელებში. ვიმსჯელოთ მეცნიერებასა და არა მხოლოდ მეცნიერებაზე.